პრეზიდენტისა და პრემიერის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. ქვეყნის პირველმა პირებმა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით საათნახევარი ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა მედიასთან კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გააკეთეს. ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს თემას. პირველი შეხვედრიდან განსხვავებით დღევანდელი შეხვედრა პრემიერისა და პრეზიდენტის იყო ბევრად უფრო ხანგრძლივი. კომენტარები და შეფასებები უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ როგორც ერთმა ასევე მეორე მხარემაც გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მან რამდენიმე საკითხი დააყენა პრემიერთან საუბრისას. პირველი საკითხი ეს იყო მედიის განთავისუფლება, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს არ განუმარტავს რას გულისხმობდა მედიის განთავისუფლებაში, ასევე სასამართლოს განაწყვეტილება და არც ამ თემასთან დაკავშირებით მოუწია ქვეყნის პირველ პირის განმარტებები მედიის წარმომადგენლებს. ვინაიდან თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერთი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზმა და შესაბამისად კითხვა ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ყოფილა და ასევე პრეზიდენტმა ისაუბრა როგორც პრეზიდენტმა განაცხადა იყო საუბარი მასობრივ დევნასთან დაკავშირებით, თუმცა განმარტებები ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ განხილული საკითხები, ჩამოთვლილი საკითხები, განმარტებები არც ერთ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს არ გაუკეთებია, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობა მზად არის დიალოგისთვის, იმისთვის რომ ქვეყანაში არ მოხდეს პირველ რიგში თავად დემოკრატიას არ შეექმნას პრობლემები და დემოკრატიას შექმნილი პრობლემები კი გამოიწვევს ეკონომიკური პრობლემები კი ქვეყნის განვითარებას შეუშლის ხელს. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი როგორც თავად აცხადებს, იგი მზად არის კიდევ შეხვდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მოლაპარაკებები გააგრძელოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა საკონსტიტუციო პრეზიდენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად კომენტარი არ გაუკეთებია. მე ვფიქრობ ორივე შევთანხმდით ერთ იმაზე, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, რომ საქართველოს უნდა გაუფრთხილდეთ, რომ ქართულ ხალხს ჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და გარანტიები გრძელვადიანი განვითარების, ამაზე ჩვენ თანხმდებით, რომ არც ერთ მხარეს არ გვიდა გართულება და ასევე შევთანხმდით, რომ პრაქტიკულად თითქმის შეთანხმებული ვიყავით ამ მათ შორის საკანონმდებლო საკითხებზე, იქ არის რაღაცეები, რაზეც უნდა გაგრძელოს მუშაობა. ჩვენი ჯგუფები წესით უნდა დასწრენ ახლა და გააგრძელოს მუშაობა, ჩვენი მოწოდება მხოლოდ ეს იქნება. კიდევ ერთხელ მე ეს მაღელობს, იმიტომ რომ დღეს რასაც მე უყურებ, ქვეყანაში ჩვენ გვაქვს დღეს ეკონომიკური სტაგნაცია, ამას ვერავინ ვერ უარყოფს, იმიტომ ფაქტია და ახლა გამოიხედა და ჩვენს ამ საზოგადოებაში ცხოვრობთ და ნამდვილად დასამალი ეს არ არის. ქვეყანაში არის სხვა საკითხები, რომელიც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ არის პრობლემები და თან პოლიტიკური კრიზისის ნიშნები შეიმჩნევა. ყველაზე ნაკლებად ახლა ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება. შეფასება ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა, თუმცა განსხვავება იყო არ ყოფილა ერთობლივი კომენტარები. ქვეყნის პირველმა პირმა განცხადება პირველ სართულზე, ხოლო მთავრობის მეთაურმა კი განცხადება მედიის ოთახში მე-12 სართულზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით დღევანდელი შეხვედრა იყო მხოლოდ შეხვედრისთვის, რეალური შედეგი ამ შეხვედრას არ მოყოლია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის პირველმა პირებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უნდა ყოფილიყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით ამ თემას საქართველოს პრეზიდენტი საკმაოდ ზედაპირულად შეეხო და მან განაცხადა, რომ ეს არის საპრეზიდენტო მოდელი, არის საპრეზიდენტო ქვეყნის მოდელი და ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ მან კითხვაც დაუსვა საქართველოს პრეზიდენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყანაში იყო კონსტიტუცია მსგავსად მორგებული პრეზიდენტზე, როცა პრეზიდენტს აქვს უფლება პარლამენტის ნებართვის გარეშე დაითხოვოს მთავრობა. პრეზიდენტმა როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ასეთი ქვეყანა იმ მომენტში ვერ გაიხსენა, თუმცა ივანიშვილის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტმა მას პირობა მისცა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამას საჯაროდ მოიძიებს მსგავსი ტიპის ქვეყნებს და საჯაროდ ამ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს. მე ვფიქრობ, რომ შეხვედრა იყო შეხვედრისთვის. რამდენჯერმე შევახსენე სააკაშვილს, რომ მისი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა და იქნებ ჩამოეყალიბებინა მისი თქმა სურს. პირველი თქმა რაც იყო, რომ მედია უნდა გავათავისუფლო ყოველგვარი ზეწოლისაგან, რომ ასეთი უპრეცედენტო რამ ხდება საქართველოში მედიასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩავამატოთ ჩემი შენ გითხარი, შეიძლება დავამატოთ ამ შეხვედრას კიდევ, რასაც მე ღიმილით პასუხობდი. მეორე მითხრა, რომ სასამართლო უნდა გავათავისუფლო, ზეწოლისაგან და უნდა გავათავისუფლო. მესამე ვერ გავიგე, ძალიან დიდხანს ვცდილობდი მე და როგორც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდით, მასიურ დევნას და ძალადობას ხალხზე უნდა მოეღოს ბოლო. და უნდა შეწყდეს ეს. აი ეს სამი ჩამოაყალიბეთ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლებთან და რომელზეც საუბარი იყო ქვეყნის პირველი პირების შეხვედრაზე, იყო საერთაშორისო იმიჯი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საერთაშორისო იმიჯს საკმაოდ აზიანებს და იგი რამდენიმე დღეში გეგმავს საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. დღეს ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა ასევე გაავრცელა თავად პრემიერ-მინისტრის განცხადება სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით და მე შემიძლია წავიკითხო განცხადება. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ჩვენი ამოცანაა პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირთან და ნატოსთან ნაკისრი ვალდებულებები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ასევე საუბარი არის კიდევ ამ წერილში და განცხადებაში, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, არის იმაზე და მისი მთავარი ლეიტმოტივი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე მეზობელ ქვეყნებს, რომ პრეზიდენტის გაკეთებული განცხადებები არ არის მთავრობასთან შეთანხმებული განცხადებები და იგი 2013 წლის ოქტომბრამდე მისი ყველა განცხადება არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ და მოქმედებს ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. მე შევახსენე უკრაინელი მოქალაქისათვის, რომელიც ცირკული არის იძებნება მოქალაქეობის მინიჭება, შევახსენე აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდგომ გაკეთებული განცხადება, შევახსენე რუსული დელეგაციის წევრებისადმი მიყენებული შეურაცხყოფის შესახებ და საერთოდ შევახსენე, რომ ეს ყველაფერი ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, ძალიან ვნებს ჩვენს ქვეყანას და კარგი იქნება, რომ ცარიელი მტკიცებულების საწინააღმდეგო ქმედებებში გამოიხატებოდეს ეს ყველაფერი, ხოლო რომ კარგი იქნება თუ ბოდის მოიხდი და რამე თუ თვითონ არ მოიხდი და ბოდის მე ვაპირებ ამას. შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე განცხადებებშიც მიუხედავად იმისა, რომ მეორე შეხვედრას კონკრეტული შეთანხმება, კონკრეტული შედეგი ვერ მოყვა, თუმცა განისაზღვრა და გამოიკვეთა ძირითადი საკითხები, რაც აწუხებს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვეს მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება. ყოველი შემთხვევაში, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე ამ შეხვედრებისთვის მზად არის და მზადყოფნას გამოთქვას, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც აქამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, როგორც მის მიმართვაში, ასევე შემდეგ უკვე მის განცხადებებში, იგი მარტის ბოლომდე შევა პარლამენტში და იქნება განხილვა სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით. დღეს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ვერ მოიპოვეს, თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ საკმაოდ ბევრი გონიერი ადამიანია პარლამენტში და ისინი ქვეყნის სასარგებლოდ, კონსტიტუციის გამოსწორების სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს. მადლობა ნოდარ. მთავრობის კანცელარიიდან პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დეტალებზე ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.